მე ვარ ნუცამ გალობლიშვილი 10 წლის. ვსწავლობ ქალაქ ბათუმის მე-17 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ცეკვა და სიმღერა. უკვე 4 წელია, რაც დავდივარ ოქროს გასაღებში. ძალიან კარგი ბავშვები არიან და ყველაფერი მომწონს. სიმღერასაც მასწავლიან და ცეკვასაც, მაგრამ ცეკვა უფრო მიყვარს. ოქროს გასაღებში ჩემი მასწავლებლები არიან კეთევან გორგაძე და თამილა ბერიცი. თამილა მასწავლებელი უფრო მხიარულია, კეთი მასწავლებელი უფრო მკაცრია, მაგრამ სამართლიანად. კი, თავიდან ვიყავი ძალიან მორცხვი და ბავშვებთან მეგობრობა ცოტა მეჭირდა. ყველას ვერ შევეკვე. მე ნელა ყველას უფრო ვიცნობდი და ყველას ვმეგობრდებოდი. ოქროს გასაღები არის კარგი ადამიანების დიდი ოჯახი. ჩემი საყვარელი სიმღერა არის ზღაპარი. ხალხს ვიპარავს ზღაპრებით და დავინახავ სიზმრების თუ შენ ზღაპარში გიპოვნე და გისიზმრებ ყველა ღამეში. შენ ისეთი კარგი ხარ, თვით ზღაპარი ხარ. სამწუხაროდ არც ერთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე არ ვუკრა, მაგრამ მინდა რომ პიანინოზე დაკვრა ვისწავლო. უკვე მქონდა 40-მდე კონცერტი და ყველაზე მეტად დამამახსოვრდა წითელქვდას ისა დრაკონის დაბადება. იმიტომ რომ მაშინ მქონდა წითელქვდას როლი, ჩემი მასწავლებლებმა ზუსტად ჩემ ხასიათებში ჩასვეს ეს ჩემი როლი და ძალიან მოწონა. კონცერტი იყო სპექტაკლივით, სიმღერებიც იყო და ცეკვებიც. ჩემი საყვარელი ცეკვა არის აჭარული. საყვარელი ლითია ეს. მე ჩემს სოლო კონცერტი მინდა რომ მქონდეს დუბაიში. ჩემი საკონცერტო აფიშა ესეთი წარმოდგენია. ჩემი აზრით ეხატება რაღაც მე ვიქნები რაღაც ლამაზ კაბაში და იქ კიდე რაღაცები იქნება ჩამოწერილი. ეწერება ნუცამ გალობლიშვილის სოლო კონცერტი. ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. მე ახლა ვსწავლობ ინგლისურ ენას და მინდა ვიცოდე ფრანგულიც. ბილეთი იღება 100 ევრო და მთელი დარბაზი იქნება 300. ბევრი ფული რომ მქონდეს, პირველ რიგში ყველა გაჭრებულ ადამიანს ავახმარებოდი. პირადად ჩემთვის ვიყიდი ლამაზ კაბებს, ლამაზ ზედებს, ლამაზ სამკაულებს, ლამაზ ბეჭდებს, ოქროლობას, ლამაზ თმისამაგრებს და ჩემ მშობლებსაც რაღაცებს ვიყიდდი. რაც მთავარია ვიყიდი მაკდონალდს. ზოგადად ფული როცა მაქვს, ცოტა უკიდრელობ ტკბილეულს. ჩემი საყვარელი ტკბილეულია დუბაის შოკოლადი. ჩემი სკოლა ამიტომ მიყვარს, რომ სკოლაში არის ძალიან თბილი ბავშვები, ძალიან თბილი მასწავლებლები და ყველა ძალიან თბილია იქ. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ევა ხინკილაძე. ყველაზე ცელქია გიორგი და ალექსანდრე ვანაძეები. ერთი? ყველაზე ცელქია ალექსანდრე ვანაძე. ყველაზე ჭკვიანია ანი მექვაბიშვილი. ყველაზე მშვიდია ანი მეფარიშვილი. მე ვარ ყველაზე კეთილი, ლამაზი, ნიჭიერი და მეგობრული. მეგობრობა არის, როცა შენ მეგობარის რამეზე შენ დახმარება სჭირდება და ყოველთვის მის გვერდით იქნები. მე ახლა მყავს 5 მეგობარი, საუკეთესო მეგობარი და მინდა რომ მყავდეს 10 მეგობარი. ადამიანს მაქსიმუმ შეიძლება ყავდეს 105 მეგობარი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ეკატერინე შერბაშიძე. ის არის ძალიან მხიარული, ნიჭიერი, გულთბილი და ჩვენთვის ყოველთვის რუნავს. ესე აი ყველა მასწავლებელი ძალიან მიყვარს. რომ გავიზარდები, მინდა რომ გამოვიდე ძალიან ცნობილი ქორეოგრაფი. ბავშვობაში მინდოდა რომ გამოსულიყავი ექიმი. ყოველთვის მინდოდა რომ გამოსულიყავი ექიმი, იმიტომ რომ დედა ჩემი არის ექიმი და ყოველთვის ფორმას მაცმევდა და მაგიტომ მომწონდა. ეხლა მინდა ვიყო 20 წლის, იმიტომ რომ უფრო მალე ამისრულდა ჩემი ოცნებები. ჩემი მთავარი ოცნებაა რომ ვიყო ძალიან ცნობილი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო და მამიკო. მინდა მყავდეს ერთი ძმა. დედიკო არის ლამაზი, ჭკვიანი, შრომის მოყვარე და ძალიან კარგი. და ცოტათი არის ყოველთვის ხანდახან რაღაც შენიშვნებს მაძლევს და მამიკო ამ დროს ყოველთვის ნუცა მართალია. მამიკო არის ადამიანი, სახლში ერთი ადამიანი, რომელიც სულ ამბობს, რომ ნუცა მართალია და მიცავს. მამიკო არის სიმპათიური, ძლიერი, კეთილი და შრომის მოყვარე. მე ვარ მამიკოს გოგო. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და
ამიტომ მთელ დედამიწაზე. ძალიან მიყვარს კითხვა და ჩემს საყვარელი წიგნია ბიჭი ბოლო მერხზე. მე რა ვიყავ მწერალი, წიგნს დავწერდი ჩემს თავზე. მაგალითად დავწერდი იმას, რომ მისი ოცნება ეს და ეს არის, ესეთი გოგოა და ასე შემდეგ. მოკლედ იმას დავწერ თუ როგორ გავხდით ცნობილი და წარმატებული. სადაც ოჯახი რა მქონდეს, პირველ რიგში ვთხოვდი, რომ ჩვენს ქვეყანაში იყო მშვიდობა. ორსულს არ ასრულებს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წასვლის ჩინეთში. მაინტერესებს იქ რა ხდება, როგორები არიან და ბევრ რაღაცა. ყვავილებიდან მე გავარ ვარდს. ასე იმიტომ მგონია, რომ ვარცხო ეკლები აქვს და ხრო გავბრაზები, მე ვერავინ ვერ შემირიგებს. ყველაზე უფრო არ მიყვარს, რომ ზოგი რო დააშავებს რაღაცას და რო არ აღიარებს, მაგაზე ყველაზე მეტად ბრაზდები. მე ყველაზე კარგი თვისება მაქვს ის, რომ ვარ ყველაზე მეგობრული. რომელ თვისებას გამოვასწორებდი და ძალიან ბუტია რო ვარ, ეგ არ მომწყდა ჩემში. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოვლენა იყო, როდესაც გავხდი 7 წლის და მაჩქეს ტელეფონი. წინა მონაწილემ დამიტოვა ესეთი შეკითხვა. ნუცა რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ნუცა დამარქვა მამაჩემმა და ნუცას ხელი ძალიან მომწონს. მაგრამ ნუცა რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა მარია. ჩემს შვილებს დავარქმევ ნიას და ილიას. შემდეგ მონაწილეს ვუტყობ ესეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია iPhone 16 Pro Max. ბედნიერება არის ყველა დეტალში, უბრალოდ ადამიანები ხშირად ვერ მჩნევენ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.